მოკლედ მეორე ნაწილს ვაგრძელებ, ვინაიდან ძალიან საინტერესო თემატიკა გამოჩნდა და არ მინდოდა გამეწბილებინა ჩემი გამომწერები, რა და როგორ, რატომ არ დაასრულეო. ეს ინფორმაცია არის იმ ადამიანებისთვის, ვინც კონკრეტულად ეხლა მარხვის პერიოდში იყავით, ეს არის მარხვის და ასკეზის კარტი, მე-9 მაღალი არკანი ბერი, რომელიც ძალიან ბევრი რაღაც უნახავს, ძალიან უყვარს ლოცვა, ასკეზა, თავის მარტოობაში ყოფნა, აი რაღაცნაირად თავის თავთან, თავის შეცდომებთან გააზრება, იმისი რა შეეშალა, როგორ შეეშალა და რატომ აღარ უნდა შეეშალოს იგივე შემთხვევაში, იგივე ქმედებები არ ჩაიდინოს. მოკლედ ასეთი ადამიანები აჩვენებენ, რომ რაღაცა ნახეთ როგორ ძალიან ლამაზად არის. აქ ძალიან დიდი კვერცხიც არის და ალბათ კარგი ვქენი რომ პირველი გაშლა აი ამ კალოდაზე დავიწყე, უკნიდან თუ ვიტყვით კვერცხთან ერთად აქ ორი ძაღლიც ჩანან, ანუ მეგობრები, სავარაუდოდ შეიძლება იყოს ახალი ნაცნობა და ახალი მეგობრობა, რომელიც მოდის თქვენ ცხოვრებაში აი ესეც რაღაცნაირად წინ გიდგათ ეს ორი ადამიანი შეიძლება, მეგობარი არის ყველაზე კარგი ძაღლის მხრივ ეს კარტი. მაგრამ მაგას თავი დავანებოთ, აი ესეთი რაღაცნაირი მდგომარეობა, სადაც შეიძლება ასკეზაში იყავით, მარხვაში იყავით, კიდევ ვიმეორებ, გააზრებულ მარტოობაში გრძნობდით და გინდოდათ თქვენ თვითონ მარტოობაში ყოფნა. აი ამ მდგომარეობაში თქვენი მფარველი ანგელოზიც მე-14 მაღალი არკანი თქვენ გვერდით იყო ემოციურად და ძალიან დაბალანსებული და აი როგორც თევზი წყალში ისე გრძნობდით თქვენ თავს აი ამ მარტოობაში, აი ამ გააზრებაში, რაღაცა წარსული შეცდომების, ეხლანდელი შეცდომების, რა და როგორ უნდა იმოქმედოთ და გააკეთოთ საერთოდ ცხოვრებისეულად, ყოველს თქვენი გაქვთ სამუშაო თემატიკა, იქნება პირადი ურთიერთობა თუ დანგრეული ასე ვთქვათ ურთიერთობის აღდგენა, ყველას დეტალებია ეს თქვენი ძირი მიიღეთ ხოლმე, რაც საერთო გაშლისას, რასაც ინფორმაციას გაწვით. ამ მდგომარეობაში აჩვენებენ, რომ რაღაცნაირად აი სულიერ სიმყარეს მიადექით და ერთგვარი თქვენი აი ფინიშის მდგომარეობა იყო, რომ აი მიხვედით იქამდე, რომ საკუთარი თავი სულიერებაში და სიმშვიდეში იპოვეთ. მაგრამ აქ ამოდის ჟეზლის მეფე შეიძლება იყოს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი ვერძილო მშულდოსანი თქვენ გარემოცვაში, რომელიც ასე ვთქვათ, ცდუნება არის დიდი თქვენთვის. აი ეგ ნახეთ, ამ ჟეზლის მეფეს რამხელა რაღაცა დიდი აქვს და არ ვიტყვი რა აქვს. იმიტომ რომ ძალიან მაღიზიანებს, მაგრამ აი ცდუნებასავით მამაკაცი არის, რომელიც ზურგშებრუნებული არის ახლა თქვენგან, კიდევ ვიმეორებ, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ, გაშლა არის ორივე სქესისთვის. თითქოს ამ ადამიანთან რაღაცნაირი ერთგვარი გაიბუტეთ, იჩხუბეთ, არ ვიცი, მოკლედ თქვენთან ურთიერთობაში არის შებრუნებული ეს მამაკაცი, თქვენგან შებრუნებული, სახით მიმართულია სხვისკენ, მაგრამ თქვენ გარემოცვაში, თქვენ ენერგოველში ეს ადამიანი არსებობს როგორც ცუდუნება თქვენთვის. თქვენი აი ამ სულიერი სიმშვიდის დამრღვევი პიროვნება, ადამიანი, რომელიც გაგდებთ შეიძლება დეპრესიაში და კონკრეტულად აქედან გამომდინარე შეიძლება ზოგიერთებმა გადაწყვიტეთ მარხვაზე ყოფნა, ასკეზაში ყოფნა, არავინ და არაფერი არ მინდა, რომ აი ამ ცდუნებისგან თავი დაგეხციათ. რაზეა მინიშნება კონკრეტულად ამ მამაკაცთან მიმართებაში ის, რომ ამ სულიერებას მიადექით და გადალახეთ ეს ერთგვარი პრობლემა ამ მამაკაცის სახით თქვენ ენერგოველში. ამაზე მაღალი ძალები გეუბნებიან, რომ მაპატიეთ ძალიან კარგია და ჩვენ შენ გვერდით ვიყავით და აგერ ანგელოზიც შენ გვერდით არის და ნურაფრის ნუ გეშინიაო, თუ ლოცვებს ვიტყვით, ლოცვები და ასე ვთქვათ, სულიერი მდგომარეობა ტაძარში სიარულის მხრივ, იქ მარხვის პერიოდის მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალეს შვიდეულში სამარხო დღეები, როგორც მე ვიცი, არ არის, ანუ არც ის ოთხშაბათ პარასკევი მარხვად არ ითვლება, იმიტომ რომ იმ დონეზე ძალიან დიდი ამბავია ქრისტეს აღდგომა, რომ აი ეს ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათი პარასკევიც კი არ არის სამარხო, მაგრამ თუ ვიტყვით სხვა დანარჩენ დღეებში, არამარხვის პერიოდში, როცა გადავლახავთ ამ დამთავრდება ეს შვიდეული,
შემდგომი 4 შაბათი პარასკევი გააძლიერე ისევ არ მოდუნდე, არ ჩავარდე დეპრესიაში და გააგრძელია ეს სულიერ მდგომარეობაში გამყარება შენი ფსიქოემოციური მდგომარეობის, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი წამალი შენთვის. ის რაც შენ გჭირდება და ძალიან კარგია რომ რის მიხედვით მიადექით ამ მდგომარეობას, რა მიგიყვანათ, ეს სხვა მომენტია და ამის ჩაძიებას არ დავიწყებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხარ და საერთო გაშლაში ვფიქრობ ეს არ არის მნიშვნელოვანი დეტალი თუ რამ გამოიწვია თქვენი ამ სულიერების გამყარების პროცესი, მაგრამ მთავარია ის რომ სწორად მიადექით იმ მდგომარეობას, სწორად მიხვდით რომ საშველი არის ლოცვაში, საშველი არის მარხვაში, რომ თქვენი სულიერების გამყარებისთვის ცდუნებებს ხორციელს, ცხოველურს, ყოველდღიურს, რასაც ჩვენ აი ამ ქვეყანაზე ხვდებით ხოლმე ყოველდღიურად, არ უნდა მივცეთ გასაქანი, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი და ჩვენ სულიერებაზე უნდა ვიზრუნოთ ყოველდღიურად. სიკეთის კეთება იქნება ეს ადამიანებისთვის დახმარება სიტყვით, საქმით, ვისაც როგორ ასე ვთქვათ, საშუალება გაქვთ, რომ არ დაგენანებათ აი ამ ჩარჩოდან კი არა, აი ამ სულიერი სიმყარიდან ამოვარდნა და სხვა გზაზე დადგომა, ასე ვთქვათ, მაგრამ ეს მამაკაცი არის თქვენთვის ცდუნებაო, გეუბნებიან. ამ ცდუნებას ნუ წამოეგებით ისევ ხაფანგივით, რატომ არის საშიში? იმიტომ რომ ისევ თასის მეფე ამოდის. ისევ სიყვარულზე დაგიწყებთ ლაპარაკს, ისევ ცარიელი სიტყვები იქნება მისგან, ისევ უმოქმედობა იქნება, როგორც წესი თასის მეფე მხოლოდ სიყვარულის ახსნებით და ემოციების გადმოღრით არის დაკავებული, მაგრამ საქმეზე რომ იდგება, საქმიანად ნამდვილ ნაბიჯ მყარს, რომელსაც აკეთებს ხოლმე პენტაკლის მეფე, როგორც წესი თასის მეფე არ აკეთებს, უნდება მარტო ლაპარაკს, საქმით აკეთებს, არ აჩვენებს იმ მდგომარეობას, რომ მისთვის ნამდვილად საყვარელი ხართ, ეს იქნება ერთგვარი ცდუნება თქვენთვის, რომ კიდევ ერთხელ ეშმაკმა ჩაგითრიოთ აი ამ თავის კლანჭებში, ისევ კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, შეგაცოდინოთ, გადაგადგმევინოთ ის ნაბიჯი აი ამ მიზიდულობის წყალობით. ეს შეიძლება კიდევ მეორე იყოს ცეცხლის სტექის წარმომადგენელი ვერძილო მიშულოსანი, მაგრამ ნუ მივეჯაჭვებით, ეს შეიძლება იყოს ადამიანი სამუშაო სფერო, ვისაც გაერთიანებთ მასთან ერთად მუშაობთ, ასე ვთქვათ, კოლექტივი შეიძლება ხართ, ან სამუშაო სფერო, რაღაცა თემატიკა გაერთიანებთ, თითქოს არ არის გამორიცხული, შეიძლება უბრალოდ, არ ვიცი, დისტრიბუტორი იყოს თქვენ ფირმაში, მაგალითზე ვიძახი, მაგრამ აი სამუშაო თემატიკა გაერთიანებდეთ შეხვედრების მხრივ ამ ადამიანთან. ამიტომ ცდუნებებს მოეშვით, არ ჩავარდეთ, ასე ვთქვათ, დეპრესიაში ამის გამო, იმიტომ რომ იგივე სცენარი განხორციელდება, იგივე მხოლოდ სიყვარული, ემოცია და სხვა დანარჩენი სერიოზული მიდგომა ამ ადამიანისგან წარმოუდგენელია, ასე ვთქვათ, არ გააკეთებს იმას, რაც თქვენ გჭირდებათ სერიოზული ურთიერთობისთვის. კიდევ მინიშნება სხვა დანარჩენისთვის, ვთქვათ, რა იქნება. ვინც მოწყენილობაში იყავით 5,000-ით და აი ემოციურ დისბალანსში იყავით, დეპრესიაში იყავით, არაფერი არ გახარებდათ, წარსულ ურთიერთობას დიდი ალბათობით ეხება ეს მდგომარეობა, რომ რაღაცა თასები დაგეღვარათ, რაღაცა 3,000 დაგეღვარათ წინიდან, რომელსაც მისტიროდით, როცა გინდოდათ და ფიქრობდით, რომ აი ურთიერთობა გამოვა, არ გამოვიდა, დაიღვარა და იმ დონეზე ძალიან დიდად იმოქმედა თქვენ ემოციურ ფონზე, რომ აი ამ ფეხზე მდგარ უკან 200 ვერც ამჩნევთ, რომ შანსები ნიშნავს ეს იმას, რომ შანსები ამ ურთიერთობის აღდგენის და ცხოვრებაში ყველაფრის გამოსწორების არის, მაგრამ თქვენ რაღაცნაირად მიჩერები ხართ, უყურებთ აი ამ დაღრულ თასებს, რომელიც სინამდვილეში ვერ გაძლევთ შანსს იმისას, რომ ვერ ხედავთ იმას, რომ აღდგენის შანსები გაქვთ. მოკლედ, მაპატიეთ, მომწვია გაწყვეტა. ახალი ეტაპი იწყება თქვენ ურთიერთობაში. თქვენ აი ამ დაღვრილი თასების მომტირალ მდგომარეობაში ვინც ხართ, ახალი ეტაპი განულებული შუთი ამოდის. ეს მაღალი არკანი არის 0 მაღალი არკანი. ახალ ეტაპზე გადადიხართ. აქ თქვენი ბარგი უკვე, ასე ვთქვათ, მოკიდებული გაქვთ, უკვე იცით რა, როგორ შეიძლება მოხდეს ამ ადამიანთან მიმართებაში, რა მოწონს, რა არ მოწონს ამ ადამიანს და ეს ერთგვარი ცოდნა, რომელიც გადაკიდებული გაქვთ ჩემოდანივით, პატარა ჩემოდანივით, გამოიყენოთ უნდა ამ ადამიანთან მიმართებაში. თუ რამე შეგეშალათ, იგივენაირი შეცდომები არ დაუშვათ, განულებული პროცესია ამ ადამიანთან ურთიერთობის, რაც
თქვენ გაიაზრეთ და მიხვდით სინამდვილეში და